აკაკი ხორავის სახელობის მსახიობის სახლში ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის 10 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. დაარსების დღიდან აზდაკის ბაღი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობებს აერთიანებს, რომელთა სპექტაკლები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მუდმივ რეჟიმში იმართება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აზდაკის ბაღს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭა. რეზიუმე გავაკეთეთ, შევაჯამეთ ეს 10 წელი და მათ წელზე კიდე ისეთი მაგარი საჩუქარი მივიღეთ, რომ რა ვიცი, ვეღარ ვლაპარაკობ ბედნიერებისგან, მართლა ასეა და აგერ სახელმწიფო თეატრი გახდა და ეს ამხელ ამბავი მოხდა, ეს არა მარტო ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის ფიქრობ ძალიან მაგარი რაღაცაა. განსხვავებული მსახიობი ვარ თანას. რაც მე ამ თეატრში დავდივარ მე. სულ ბაჩასთან მაქვს კარგი ურთიერთობა. მისი თვალი ვარ ამ თეატრის. საგანგებოდ მოვიწვიეთ მთავრობის ხდომა, სადაც იურიდიულ ჩარჩოში ჩავსვით ჩვენი გადაწყვეტილება და აზდაკის თეატრს მიენიჭა აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი და მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო თითოეულ წერს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ აზდაკის ბაღი, თეატრი, რომელიც უკვე 10 წლის გახდა, ესეთი ინტეგრირებული თეატრი, გახდება სახელმწიფო მხრიდან მხარდაჭერილი იქნება, უულოცავ ამ თეატრს, მის კოლექტივს და წარმატებას უსურვებ, რასაკვირველია. მე ვფიქრობ, რომ მალე აფხაზეთში ერთად ვიზეიმებთ კიდე არაერთ იუბილეს.